საღამომშვიდობის ხალხნებო. დახურე კარი. კარი დახურე კარი. ოთახში მოვიძებდა. ჩხილები რომ უნდა და ესე უნდა ქნახო იცი ეგ ის არის. ეს ზუსტად იგივეა რაც ბარბარეს ვიყიდე და ეს ვიყიდე აი იმის გამო. იმედი არ დავაწყლდებ და არ დავშვი. აი ეს ფერები აქვს ძალიან კარგი, აი ეს ანუ აი ეს ადგილი რა, ესეც კაია, მაგრამ აი ეს ადგილი. ხო და მოდი აბა ვნახოთ, ვიყიდე ფანქარი. ეს. ცოტა მუქია. ტუჩის. იდე ვითომ ცოტა ისეთი ფერის პომადა, მაგრამ ესეთი არ მინდოდა. ძალიან არა, იცი როგორია. მე შოკოლადის გემოვაკია და სუნია. იცი როგორია, არ არის პრიალა და ერთი მომეწონა რა. და დიდად არ იტყობა, ანუ ოდნავ ფერს აძლევს. ეგ კაია ჩემ. ფერხუთი ლარი მივეცი. არა, 3 გატოვეთ. ხო, ეხლა რაღაცა ისინი მოიტანე მაკიაჟის ამბავი დავტესტო კიდე არ გინდათ? მე მინდა. დაახლოებით როგორ წავისმე. ეგ მინდა დავტესტო და მოდი ეხლა და ნახოთ. ჩემი სიკვდილი რო იტყვია. ჩემი უბედურობა რო იტყვია ეს არის. ნახოთ რა როგორ ანაირად გამოვა. ვიყავით მე და იოანე ბაზრობაზე. და ფეხსაცმელები ვიყიდეთ, მე არა იოანე ვიყიდა ფეხსაცმელები. და აუ ბარბარეს საკიმინა მოვიტანე ერთი წამით. და ცოტა მასავანთებ რა. მიცა. ჩვენი მაგაში რატო გისვი მაგჭიქა. ანუ ამასაც და იმას ვიზა და ამასაც უფრო კარგად გამოჩნდება. ვიყიდეთ ფეხსაცმელები. 3 ვარიანტი იყო ფეხსაცმელების. რომ აი ესე ჯობია, შორიდან უფრო კარგად ჩანს, მე თუ მკითხავ, სარკეში ვიდე თლიანი თავი ჩაყოში. და ღირდა 150, 140 და 150 ლარი. ოღონდ ყოველთვის მისჩენია ხოლმე ფეხსაცმელში, მithumetes ივანეს ფეხსაცმელში მივცე მასეთი ტონალურს ყველგან არ ვისმევ. მასეთი ფასი. რომ ზუსტად ვიცი, რომ ისე აი რა ვიცი, დაუპატარავდებაზე ვეღარ ვიტყვი, მეორე წელია ფეხი აღარ გაზრდია. მაგრამ აი უცეთად როაც, რა აი მესამე წელია რაც ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა და სუზედ როაც ეცნობოდა, ეხლა გადავყარე, აი გააგდებინა ძი, ხო, აი მაგრად გემრიელად იხმარა. აი ეს უნდა დავტესტო. ეგ რა? ანუ ვერ ვიგებ ხოლმე ტუჩის კონტურს. ხო და აი ესე დავამუღამე გამოდის. და ხარ როდის მედიხართ? სადა? სამშაბათს. რომელსაც? არ ვიცი. წუხენ არ მეძინა კარგად. ხო დაიცა, რიგის დამიხედვით მოვყვეთ. ბევრ საწავის მოვყვეთნა. ამას ისევ შევსვავ შიგნით. და მოკლედ დავარჩიეთ და მითხრა, რომ 150-იანი იყო და 130 ლარად მოგცემ დაგიკლებ 20 ლარსო და ვიყიდეთ. ძალიან მაგარი ფეხსაცმელია. ფეხსაცმელამდე ვიყიდეთ საროჭკა. შარვალი აქ.
სათხოდად მიდიხარ და მოდიხარ. დადე აქ რა. იმიტომ რომ კარების ცუდი ხმა აქვს ძალიან. კუთხეში მიწი. რა, პომადა. ვიყიდეთ საროჭკა ღია ფერი, კრემის ფერი, დაახლოებით ეგეთი. ხო და რადგან შარვალია მუქი, ლურჯი, აი შავის კრემიდის ეგეთი შარვალი არის, მეთქი ძალიან ჩაშავებას, ისევ პიჯაკი, კოსტუმი ვიყიდოთ მეთქი ისეთივე მუქი ფერი და შიგნით ღია თქო და თუ ღია ფერს ვიყიდით მეთქი ფეხსაცმელიც ისეთი ვიყიდოთ რომ წავიდეს თქო და რა არის აქ? ირენია? და ფეხზე დადიშენ. გაიოდა. კაიო, ავარჩიეთ საროჭკაში მეც 50 ლარი. ფეხსაცმელში 130-130-ად მოგცა და ზუსტად ვიცი რომ ალბათ 1-3 წელი თუ ფეხია გაეზარდა. მაგრად იხმარებს და მე ფრჩხილებს დავაჭრი. დაიჭრის. ხო. ეხლა მას ცოტა მოვწვენ, რომ თვალთან ხო იცი მე ძალიან სერიოზულად ვმუშაობ ხოლმე. ხო და ნინო გეხოცები 2 წუთი გააჩერე ხლა რა, ძალიან მიშლის ეკპარი. ამოიღე. ხელში გეჭიროს როცა რაც ვრობ ხოლმე. ხო და ეს რაღაც მოდოდა. ეს ლაინერია, თემზე ვიყიდე. მაგრამ მე მგონი ამით უფრო ვიზავ, არ ხატავს საერთოდ. აი ალაგ-ალაგ მშვიდობაში ამას წავუსმე და ისე ამოვიმასვევ. იმიტომ რომ ძალიან წვრილი წვერი აქვს ამას. და პასტასავით რომ მიჭირავ, არაა პრობლემა და ის ვერ მიჭირავ პასტასავით. ამას ვნახოთ და გამოვიყენოთ. მე ეს ყველა, ანუ ეს ის რომ ვიყიდეთ, დავაფასებინეთ პიჯაკი, ხალხნო, პიჯაკი 180 ლარიდან იწყებოდა. ჩვეულებრივ უბრალოდ პიჯაკი იწყებოდა 180 ლარიდან გამაჟრიალა. ივანის თხარი. ეხა აი ამას ეს რომ აქ ვიყიდოთ თქო. მერე ბოლოზე ბანკეტი ნუ აი მაგ სიტუაციებისთვის ხოლმე ყველა ვარიანტში რაღაცა იყიდო მსგავსი. ისევ ეს შეიძლება არ გინდოდეს რომ ჩაიცვა, იმ მაშინ სხვა სტილი შეიძლება პიჯაკის ერთად. მოდი მეთქი რამე ცოტა ისეთი ვიპოვოთ მეთქი და მაგას ვიპოვით მეთქი სად თუ არა შოპმარინაში. იმიტომ რომ გუშინ ხომ მე და ბარბარე ვიყავით, ხო გუშინ ვიყავით. ხო და იქ ძალიან ბევრი პიჯაკები იყო რა და საიდან ვიცი ჩვენს წინ სალაროსთან ბიჭი იდგა და მიდიოდა სალაროსთან რომ ეს უნდა იყიდა ეცვაზე დრა 45 ლარი ეწია მეთქი მაქსიმუმ 50 ლარად ვიყიდით თქო პიჯაკს სად 180-დან ხო და ვიყიდეთ ესენი ერთი პირობა ჩაუვარეთ ეს რაღაცა კლასიკურ კაბებს ესე და ძალიან ზიზლპიპილოვანი პეპლებიანი იყო ხო და მეთქი წავედით არ ვიყიდე ბაზრობაზე არაფერი. წავედით შოპმარინაში, მივედით და ერთი ვიცოდით, რომ ფერი უნდა აგვერჩია მუქი ლურჯი და ავარჩიეთ. კაი პიჯაკი, იცი როგორი პიჯაკია ხალხნო. ჯიბეები გაუხსნელი, ანუ გაკერილი როა ხოლმე, ხო იცით რომ უნდა ძაფი გამოაძრო ჯიბეებში ხელით რა და რაღაც. ეგ ვიყიდეთ 35 ლარად. ძალიან მაგარი პიჯაკი. მე ხო თქვი რომ იქ მეთქი თან რო გავაკეთო არა, მაგრამ თან ვერ ვიზა. პიჯაკი მოტყუდი რო არ ვიყიდე მეთქი. ეგ პიჯაკი ვიყარა ვნახე. კაი, ჩამოვიქროლე, ცოტა ხანი დამელოდე მეთქი, ჩამოვიქროლე. ვიყიდეთ ნინოში, ან დაჯექი, ან გადი, ან გამომგონია რომ ეხლა ეგ თავზე მაზი ხარ და რაღაცას ელოდები. დაჯექი რა. დგა ესე და აი ესე დგა იქ თვალებში ვიყურე. ავიღე 1-4 ცალი კაბა შავი სტილში რაღაცა ეგეთი ავიღე პიჯაკები ხო 4 კაბა ავიღე 4 პიჯაკი შევედი მეთქი რომელიმეს როგორ ვერ მოვიღე წითელი პიჯაკი იყო ულამაზესი ხალხო მაგრამ ანუ კარგად მქონდა შიგნიდან თვითონ აი ეს სარჩული რაც მქონდა შიგნიდან ისე მიჭერდა მკლავებზე რა ესე რომ თვითონ გარეთანა ჭერი არა ეხლა ვფიქრობდი ეს წაიღო მხსნა რაღაცა ეხლა ამის ნერვი არა ძალიან მაგარი იყო გრძელი სტილისა იყო ბევრ რაღაცაზე ჩაიცვე ეგ რო კარგად მქონოდა რომელიმე კაბას ავიღებდი იმიტომ რომ მე ვერც ერთი ვეღარ მოვიხდინე მომეშალა ნერვები დავყარე როავე და წამოვედით არაფერი არ მიყიდი აი ეგრე საიდან ვიწყებ
აუ მიდი ნინო ისევ ის მომიტანე რა. აქ რო დავიდო. ისე ფილმის. ხო. არაფერი არ ვიდე და წამოვიდი. ეხა უბრალოდ მაკიაჟს გავიკეთე. მე გავალ მანდ უნდა იდოს წინ ვინახე. რა ცუდი ხმა ქამს. დასაზეთია, კარები. არის? დროულად ახლა რა. გუშინ წნესვა ეს და გუშინ სხვა რაღაცებით გავიკეთე. უკაია მომწონს ეს. ხო, წიგნიც ვიყიდეთ. ინგლისურის გრამატიკის წიგნი ივანეს ჭირდებოდა და ვიყიდეთ. აი ამით გავიკეთე გუშინ. გუშინ ყავისფერ ფერში მქონდა, ეხლა რაღაცა. აბა, ცოტა ყავისფერი ავიხოთ. ეთ ზოლი კეთდება. ხოდა ეს ზოლი ხელშემწყობს ლაინერისთვის. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. რაღაცა უნდა მეთქვა და ხო, ეხლა რომ იმას ვიზო, დავტესტავ და რო გავიცლი. აი აქაც იკეთებ ხოლმე რაღაცა შავ ფერში. ჩამხერდება. ჰა, ჩამშიშურება. დაგანებეთავი ერთი რა. ბნელა ეხლა. აი იმას ვერ ვიჭერ როგორც ფანქარი. იმას დავიჭერ. ეხლა უყურეთ მოიცადე. ცალთვალზე გავიკეთებ რა, ვიდათ დიდი დრო არ დავხარჯო. რაღაცა უყვებოდი, ნობა გამახსენე. რო გავიკეთებ მეთქი ცალთვალს თქო. გავალ, ნახავ რა მაქვს საერთოდ გასასვლელი რაღაცები. ერთი ვარიანტიც ვფიქრობ. ჩავიცნო, დავიხურებ, შევხედავ და ნახა. ამასე რომ ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს საერთოდ რას ვიცმე. ივანით მოვედით ჩავაცვი, სანამ ის საროჭკაც გავრეცხი ახალი საროჭკა და ის პიჯაკიც, რა თქმა უნდა, ეხლა გავუკიდე, ძალიან არ გამიწურია პიჯაკი, რომ ძალიან არ მოიჟღერღრო. და ესე დავკიდე, ჩამოდის ზუნკლები. რა ისა ხოლე გავამზადე. ივანე იყო, ფიქრობ ხარჯი ერთი. გოგოც ყურა ვაგდოთ. დედა, ძნელი იყო. დედა რა ლამაზი. როგორ გაიგეთ? აი მე შვილო გავიგეთ. იცი სიფრალია? ფანქარივით არ მიჭირო. ასე მიჭირო. დაიჭირე როგორც ახატავ რა. ცოტა გამეკცა, მაგრამ არა უშო. აი მილალა, აი. პატარა თიმაკ ძალიან. ნუ ცოტა გამეკცა, მაგრამ არა უშორ. აი კაც ხო იკეთებენ ხოლმე. მაგრამ ხო ვიცი, აი ესე ვიცი ხელის ჩამოსმა და ისეთი უნდა გავხდე, რომ შეიძლება ვიღარც დამბანონ იქ პირი. ნახე რა მსხვილი წვერი აქვს და ეხლა ამის წვერი ნახეთ.
მაგიტომაც ჩქარაქალო თორე გაშა. გეუბნები მე დავდიოდი ლაინერის წასმაზე. კაი ხო. არა მართლა კაია. დაგიმალოთ და მართლა მომწონს. უბრალოდ ეს ძალიან ჩავი მუქესი არ უნდა ჩავი მუქო. ზოგადად როცა გავიკეთებ მაკიაჟს რა ქვია ზიშუქზე აი ხა რა წავისი, ანუ საცრემლესთან არაფერი არ მიმიტანია და თვალის წვა დამეწყო. იმიტომ რომ არ არის ჩემთვის შექმნილი ეს სიმუქეთ შეგავანეიტრალე ცოტა. ახლა მოვიდე. რაცადეკა, ხო, მოიცა თვალის ფანქარი წავისვეჯე, რადგან კონტური გამოკვეთოს. შემოყრი ახლა ყველაფერს, დაჟე ბანკეტზე რომ ეცვა იმ საროჭკასაც ავიღებ. ჩავიც მოგავიხდი. რომელი მის როგორ ვერ მოვიფიქრე. მაკიაჟს კიდე ხო იცით მე რითიც ვიფიქსირებ ძვირფასად. წვიმაც ვერ მაცლის, კერხელით ვერ გამაცლის. მე რა გავაკეთე? რითი ვიფიქსირებ? შენც არ იცი შვილო. მე ხო წარბის ისა მაქვს. ნაკლული, წარბნაკლული ვარ მე და აი ესე ალაგ-ალაგ გავიმუქებ. ხალაც გავაკეთე გალაგალაგა რა ქვია, მაგრამ კაი ხო. დაახლოებით ესე ვისო. დაახლოებით. აიაკ. იმედა წავისი. აი მე მგონი მე რომ რა მაგშვილო? ჩაღრმავებული კი რა მაგშვილო, შავი მისვი, ეგიდუნაშვილი დასაბანი პიესტავსი ვარ. რაღაცა უცნაურები. უეჭველი ვიცი რომ მე მაგარი დასაბანი გავხდები სანამ წავალ. ეხლა დაიცადეთ ეს როგორ იციან ჩაობლანდო აშკარად გამექცა. ის რო არა მაქვს. ეხლა უშველი მაგ ამბავს. ეს ავიღოთ ამ შვებად. დროებით გამოვა. ხო იცი ესე იციან ხო. ხო დაიწყო. მაგრამ რომ მიკეთება ხოლმე ადრე იცი შესაკეთება ისე როგორც აქნია ეგ გააკეთებ. ესე? ხო. მოკლედ ვისმენთ არ მხარეს რა. ხო კაი. ეს ცუდი არ არის. ეს ჩემ ცხვირს არ უნდა, მაგრამ აი. აი ნახე როგორ უნდა ისა გავანეიტრალოს სიმუქე. გოგრა ლამაზია. ანინ ხო ეხა არ ვიცი მანდ რამდენად ჩანს, მაგრამ ჭვრიალები წაუსვის თან თეთრი აქვს. თეთრიალ ფერი აქვს. თითი. აი, ხო ჯობია. აი ესეთი ცოტა ბრტყელი ფუნჯიცა მაქვს, მაგრამ არ შემომიტანია და მოვიწყდა. ამიტომ რგვალით გავაკეთოთ. მომწონს. ნუ დაახლოებით ვიცი როგორ უნდა. ეხლა ვნახოთ ტუჩის ფანქარი. ეს ახალი ვიყიდე. ამაში 5 ლარი.
თან ვფიქრობ, მანანა რა საყიდულობ ქალო. აი რა. მოდი ახლა ვნახოთ. ამას დავაფაროთ ციმციმ. ტუჩი. თვეების გაშლას აძლიერა გუშინდელის მერე რო შევიკარი და იმის მერე რო შევიკარი და კიდე რამდენჯერაც დამეშალა შევიკარი ეგრე მაგდა. ანუ ეს დახოვულ დალკავები. ნინო ნახე მაგარი სუნი აქ. მოდი. აი ქსიცილე გაკ. ხო კიდე. გარედან გეტყობა. ფეხზე ჩაიგდო. ოწამს კიდე დამასუნე. იქნება შემოგეკმინჩოს. ოწამს ამასუნე. ადი მქონდა ესეთი სუნი ის იყო რა. უმადა იყო ხო და სუნზე აი მაგრილი არ მომწონდა და მე ბარბარეს მივეცი სუნის. არ მოგწონდა? არა, არც ფერი იყო, კაი. შემომეცი მაგას ოსე პომადაც და ანუ დიდად არ განსხვავდება ოდნავ აქ სიმუქეს ოდნავ აძებნებს ტუჩის ფერს და მატვია აშკარად რო შენი არ არის ესე ეგარი აი დანარჩენი ის მივხვდეთ ფანქრით ამას როგორ იკეთებენ ხო? ხო და ერთ სიტყვით აზი არა ვარ არც ვიცნი. ამით თუ ამივეცი ისა აია აი მე გეფიცები თუ მე სამშაბათს ესე გავიკეთო არ არსებობს ეხლა უბრალოდ რო არსად არ მეჩქარება ვარ გავაკეთე მე რომაც სკოლაში გავუშვებ სამშაბათს ალბათ 9-ზე უნდა დავიწყო რომ ნელა ნება გავემზადო მიცოდა ჩემი ხმოვანი მომწერა და მაგანე უეჭოლი უყურავ არაფერი არ ვიყიდე და ალბათ გამასიკვდილებს აუ ძალიან მომწონს ნინო შენ აბა ნახევარზე რა თქოს რა ნახევარი? რავი, ეკეთა თვალზე როკის შემოწ. თვალზე ტუჩზე თვალზე აღარ წავის დამიზარა. ანუ ეს არის რაღაცა რბილი, ზეთოვანი ვითარი რა და ნახეთ. აი დაიცა. ისაო ტუჩზე რო ფანქარს ის მე ცოტა კონტურებიო გაიდიდეო ხარო ტუჩიო მეტად გამოჩდეს არ შემიძლია ხარხნო ეს პომადა რო უსვიათ ხოლმე და კონტური რო ცხვირთან უსვიათ ანუ ტუჩის ვიზუალს რო იდიდებენ ხოლმე მაგრამ რო ეტყობათ რომ იქ კონტური იქ არ არსებობს არ შემიძლია სადადეც აბაგსაჭიროა გონდეს იქ ალბათ ერთხელ იცი და ინტერნეტში მაგარი სამახე ანუ ომადა იყო ცოტა მუქფერის მე ცოტა უფრო მუქი ფანქარი ესო გარედან და ესენი იყო აი ესე არაულად იცი რა გამოდიოდა ხო ეგეც მომწონს რა ეხლა მაგალითად ეს პომადაში ანუ რაც მისვია სიმუქემა გარეთ ხო ხო აი ცოტა რო ობლანდულად იყოს როგორ ხაობლანდო ხარ შენჭი ანუ მომწონს უტი არა ცოტა სიმკვეთრი აქვს. ანუ აქეთა პროფილი არ მივარ გამწუთას. ნახეთ. აქეთა პროფილი? გამოიწერე რაჭმოდა. ეს გამოიწერე იჩომო. ანუ რა სიტყვით?
ბევრი არაფერი, მართლა არაფერი არ მისვი, ხო ნახეთ რაც წავისვი. ეს არის და ეს. თავარია ლაინერი ერთზე რო წავისვი, ხა მეორეზე დამეზარა. თავარია. იქაც ეგე წავისვი. აი გუშინდელი თმა როგორ ამგა. თუ მე ესე გავიკეთო წასვლისას მე მოვკვდე. აი ხომ აქ. ყოხტად. როგორც ლომი ეგე ვიქნები. ამიტომ ხვალ მექნება განწყობა რომ ვიკეთებ არაფერს არ ვიკეთებ და ეგრე მივდივარ. ხო და ეგრე. ესენი აქ მაქვს არ გამიტანია. ვფიქრობ რომ ხვალე რომ მოვალ სამსახურიდან და რომ დავიბან კარგად რო გავიხიხები. მაშინ გავიკეთო ეს და მასე დავწვე. თქვენ რა სიტყვით? მე მგონჯობია. მოკლედ ეხა იმ პომადის სუნი, ცუდი სუნი არ აქვს, მაგრამ მე ვკვდები ეს რაღაცნაირი სუნებზე თუსაც ვხვდები. აბა ბარბარეს დაუძახოთ ერთი წამით და შემოვასოს. ბარბარე! 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 ყურსას მინები ხარ უკეთი ეწადი ერთი და უძახი რა. ჩანა კიოლა. აბა ნახე პლუს. აი ყურსას მინები აქა. ტაბლა? ივანეც დაბლა, ივანეცაც ვერ ავკითხა, არ გინდა რა შევხვდი, ივანესაც ვერ ავკითხა. ყველი გაწავის შვილო. რა ვიცი, პომადაზე რა სიტყვით, მე მგონი ცუდი არ არის. რაღაცა გამოვა. თავარი ეხლა რამე მოვიფიქრო. წავედი ეხლა. რაღაცებმა დავაუთო, მაგრამ სანამ დაუთოებას დავიწყებ. თან სერიალს უყურებ ხოლმე შერეფის სიზმარს. გუშინ დავიწყე და გუშინ ახალი ის იყო, მაგრამ ამ მომქრა ვერ უყურე. და ეხლა სანამ დავიწყე და სანამ დავაუთოებ, ჩაცმა გახდის იმას დავიწყებ, რომ ხვალე ვიცოდე ივანესავით, რომ უკვე რასაც იცმეს, ის გავაუთო და გავაზადო. და ეხლა მაგას დავიწყე. ავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აი ეს ქორწილი რო ჩაერვის და ეს ყველაფერი მე დავიწყებ ჩემი რამე-რუმეების გადახარისხებას. ეს ზუსტად ანალოგი ვიყიდე რაც ბარბარეს, იმიტომ რომ მაგარი ფერებია. აი მოიცადე, ეხა ნახე. მე ვეღარ ავხსნი. სანამ წავიშლი ესეც დავტესტო ბარი. ეს არის ეს ანუ ჭყრიალა არის. და ის თითები არ დაჭხლებზე. რა თითები? რა ვიცი, თემოსისა ამანათმა ისაო. გზაში ამისაწოდებლათო და რითველ მომაწოდა. ყველა წავის ჭყრიალები. დიდათ არის ტყობა. მაგრამ ეგეც გამოდგება. მოკლედ, თავარია ფერი გქონდეს. ყველგან შეგიძლია წაისვა. ძალკე პომადა. აი ეს ნახეთ, წეღარა დავტესტე. აქეთა თვალზე განახებთ. მე ზოგადად ადრეს უესე ვაკეთებდი. უყურეთ როგორი ფერია. რატო არ ეტყობ? ეტყობა როგორ არა? არ ვიცი თქვენ რამდენად ხედავთ. ნე? ადრეს რაღაცებს ვაკეთებდი, ანუ თავარი პომადა მქონოდა. ოღონდ როგორ პომადას დანიშნულებისამე არ ვიყენებდი. წენიც ეგ იყო და ყველაფერი ეგ იყო. ეხლა ნახეთ. ეხლა უყურეთ, აი რას გეუბნებით. ფუნჯი მაქვს, მაგრამ ფუნჯს არ ვიყენებდი. უნდა ესექნა. თუ
ერფასად ხალხნო. მე მგონი სულ გავიცალე, მაგრამ ანუ თავარია ის რა ისა გქონდეს. აი ესე წავალ. როგორც სადრას მოვახერხე და წავისმო, აი ეგრე წავალ. თავარი კაი დრო გავატარო. თმა მინდა რომ აი ესე ვქნა. და შეროთ ხოიცე რა. სანამ ხა შორენას გაურთულდება. რა ქვია? ჩემი თმის გამო ნერვოზი თუ ნევროზი თუ რაცა ქვია. შევიკრავ ხა და დაგემშვიდობებით. მომავალ ვიდეომდე. აბა. ესეც ესე. ამას წავიღებ, იმიტომ რომ უეჭველი იქ დამჭირდება.